მიგია ერთხელ სთხოვეს კლუბის წარმომადგენლებს იმის შესახებ, რომ დაეწიათ მუსიკისთვის ხმა, რადგან აქ ბავშვები ცხოვრობენ, არიან ორსულები, მოხუცები, თუმცა გვეუბნებიან იმასაც, რომ მათ პირადად ამ ადამიანებს, რომლებიც ამ კორპუსში ცხოვრობენ, სხვა უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართათ, რადგან როგორც ამბობენ, უბრალოდ ამ ქვეყანაში კანონს არავინ იცავს და ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. რეგულარულია. ყოველდღიური 12 საათის მერე. აი ერთხელ მაინც თუ გიკითხავთ პოლიციისთვის, ან თუ მიგიმართოთ მერიის. პოლიციაზე რაზე მივიდი, როცა ისო აზრი არა აქვს. აზრი არა, რაზე მივიდი პოლიციაში. ახლა დაგინახეთ და გამიგვირდა. ვინ გამოგიძახა, ვინ გაბედა, როგორ გა. შიშის ფაქტორი ხო არ არის რაღაც ისე გაუცელებული? შიშის რატომ არა დაცუ? რატომ არა? აქ იმის რა გასახდება, რომ კაცი ხარ და გამოდი გამე გარეთ. მე კედელი მყუშე და ანძინავს, შეიძლება იცით თქვენ, შვილი ბიჭი ხარ, შვილიშვილები. ორი 29, მათ შემომულობა. ყველა წევიდა, იმიტომ არის ცხოვრება, ეზოდი წავა უკვე. ძალიან ხმოვანია ეს და უფრო მეტად ამბობ მესმის თქვენს სკოლასთან ზანზარი არის და რა თებძიმე თუ რა შვილი მყავს და რა ვიწან ვინც ცხოვრობს ადამიანი მოკლედ ერთი სიტყვით ან კონტრაქტი მოხდა წვიანი კვირაში 3 დღეა ხო კლუბი რომ მუშაობს არა 3 დღე არა ამის წინ ერთი კვირაზე დიზელი კონუსიკა იმის წინაც იყო და რა ვიცი პოლიცია გინახავთ აქ მოსული ამ ხმალზე ვინმეს გამოუძახებია პოლიციები იყო კი მაგრამ ხმალზე ვინ გამოიძახა და რისთვის არ ვიცი მაგრამ ეს 5-7 ეგბაში იყო გუშინზე გუშინწენი ნაბიჯი შედიან კლუბში თუ უბრალოდ მოდიან ახლა არ თითქმის ჩავედი მაგრამ არ რეაგირება არაფერი და ახლა რეაგირება როცა არა რა უნდა ქნაშოვა აი გითხარ გებოდი საცოლის კუთვნია რა ვიცი ახლა მაგა ვიცი. ვიცი რა ვიცი არაფერი კონტაქტი არ გვაქვს.